აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა 5 წლის წინ ამოქმედა. ამ დროში საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა იმისათვის, რომ დღეს ასოცირების ხელშეკრულება გაგვეფორმებინა. როგორ იწყებოდა ეს პროცესი და რა სირთულეების დაძლევა მოუხდა ქვეყანას? 2009 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ჩვენ გამოვედით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან და ახლა ხდებით ახალი სივრცის ნაწილი. ჩვენ ახლა შევდივართ იქ, სადაც ბევრად დიდი ბაზარია, მეტი კეთილდღეობა და პერსპექტივებია. პროგრამა აღმოსავლეთის პარტნიორობა არის ევროპის ძალიან ღირსეული პასუხი აგვისტოს ომზე, თუმცა შესაძლოა ცოტა დაგვიანებულიც. რას ფიქრობს დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უპასუხებს ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში. ბატონო მიხეილ, მოგესალმებით პირველ რიგში და ფიქრობთ თუ არა დღესაც რომ პარტნიორობა ევროკავშირთან დაწყებული იყო ასეთ მჭიდრო ფარგლებში სწორედ აგვისტოს ომის მერე? პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მინდა მიულოცო ჩვენ ხალხს, მინდა მიულოცო საქართველოს მოქალაქეებს, პირველ რიგში მინდა მიულოცო საქართველოს მთავრობას დღევანდელს და მთელ პოლიტიკურ სპექტრს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. ეს არის საერთო გამარჯვება ქვეყნის, ეს არის საერთო გამარჯვება ყველა პოლიტიკური ძალის, ვინც აცხადებს თავის ერთგულებას ევროპული არჩევნების მიმართ და ეს არის ისტორიული გარღვევა ნამდვილად საქართველოსთვის. რაც შეეხება თქვენ კითხვას, მინდა ვთქვა რომ თავარი რასაც უკავშირდება ჩვენი ევროპის გასვლა და საერთოდ ამ ქვეყნების ევროპის გასვლა, იმიტომ რომ საქართველოს არის მათი ლიდერი, საქართველოს არის მათი ყინულმჭრელი და თავიდან რომ ყინული იყო ამის მოწმე მე ნამდვილად ვარ, უკავშირდება რა თქმა უნდა ვარდების რევოლუციას. ვარდების რევოლუციამდე გამოცხადა სამეზობლო პროგრამა ევროკავშირის და არც უხსენებიათ საერთოდ პოსტსაბჭოთა რეგიონი. ეგრევე ვარდების რევოლუციის შემდეგ 64 თვეში გამოცხადა რომ საქართველო იქნება პირველი, ვისაც ჩართავენ სამეზობლოს პროგრამაში. უკვე ამის შემდეგ მოხდა უკრაინაში რევოლუცია და უკრაინა დაემატა ამას, მოლდოვაში შემდეგ მოხდა მთავრობის ცვლა, კომუნისტები წავიდნენ, მოლდოვა მიემატა ამას და შემდეგ უკვე აგვისტოს ომის შემდეგ უკვე როდესაც პირველად ჩავედი ბაროსოსთან სალაპარაკოდ, ჯერ ბაროსო იყო თბილისში, მაშინ თქვა რომ რაღაცა ისეთი უნდა მოვიფიქროთ, რომელიც პასუხს გაცემს ჩვენი მხრიდან რუსულ აგრესიას. და მაშინ დავსხედით მე, კალბილტი, პოლონეთის საგარეო მინისტრი სიკორსკი, კალბილტი შვედეთის საგარეო მინისტრი და ბაროსო, ევროკავშირის ევროკომისიის პრეზიდენტი და სტრატეგირების რაღაც სესიასავით ჩავატარეთ. მე რამდენიმე ხანში კიდევ ხვებთან ჩაატარეს კონსულტაციები და უკვე შემდეგ და ჩვენი პოზიცია ზუსტად ის იყო, რაც თქვენ თქვით, რომ ჩვენს დსთ-დან გავდით და ესე ხაერში ვართ გამოკიდებული და საერთოდ ამ ქვეყნებისთვის რაღაცა სხვა ფორმატი იყო საჭირო და შემდეგ მათი პასუხი იყო სწორედ აღმოსავლეთის პარტნიორობა, სადაც ასევე ჩართეს ბელარუსი, ამ სამ ქვეყანას გარდა აზერბაიჯანი და სომხეთი. ამიტომ ეს არის ერთი ფორმალური ნაწილი და შემდეგ უკვე აშტონი ჩამოვიდა 2010 წელს და აშტონმა გამოაცხადა უკვე მოლაპარაკებების გახსნა. სხვა შორის ევროპული პარტნიორობა გამოცხადდა 2009 წლის გაზაფხულზე, საქართველოში მაშინ იყო დაძაბული სიტუაცია. ამ სიტუაციაში მაშინაც სხვა შორის დაინახა ზოგიერთმა ევროპულმა მოღვაწემ რუსული კვალიც, ალბათ ბევრი სხვა კომპლექსური ფაქტორები იყო და მათი მახსოვს კარგად ბაროს ლაპარაკი რომ არ უნდა გავახაროთ რუსეთი. რუსეთის ჩვენი პასუხი არის საქართველოს გაძლიერება. თუ საქართველო გადარჩა გაძლიერდა, ეს ნიშნავს რომ პუტინი თავის გეგმებს ვერ შეასრულებს. და ეს გეგმაზომიერად ეს პოლიტიკა მათ მიერ მაშინ გატარდა. ამის გარდა იყო სხვა ასპექტები, იცით, მე კარგად მახსოვს, როცა პირველად აქ აბა სხვა ვიზუალური მხარეც. ჩემ ინაugurაციას ჩვენ ავწიეთ ევროპის დროშა და უკარეთ ევროპის ჰიმნი. დაგვსინა მაშინ ბევრმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. მე კარგად მახსოვს რუსეთის წარმომადგენლების უკმაყოფილო სახე ბრიუსელში მაშინ იყო ესე დამოკიდებულება. მახსოვს მაშინ შევხვდი ვალერი ჟესკარ დესტენს, უბრალოდ ეს საუბარი მქონდა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტთან, რომელიც ღიად დამცინა, თქვა რომ ევკიბალე თქვენ სად თქვენ და სად ევროპა, რუკაზე მაინც დაიხედა ახალგაზრდაო. ახალგაზრდა პრეზიდენტი ხარ, ეთყობა გამოუცდელი ხარო. შეხედეთ სად ახარ თქვენ და ევროპა, მე კარგი, მაშინ რას მეფუძნება ევროპა და ნუ ევროპა ეფუძნება გეოგრაფიას პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქრისტიანულ ცივილიზაციასო, რა თქმა უნდა, ბერძნულ წარსულსო და მე გამახსენდა ასე ყოლი ამას ამბობდა რომ ქრისტიანული და ბერძნული და სხვა შორის თავარი ერთ-ერთი мотиваცია როცა მე შემომქონდა ხუჯრიანი დროშა იყო ის რომ სავიზიტო ბარათივით გვეთქვა რომ ჩვენ ვართ ქრისტიანული ცივილიზაცია, ჩვენ ვართ ევროპა. ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ დიდი ხანი არავინ საქართველოს საერთოდ არ არსებობდა რადარებზე. პირველად რომ მიექცია ყურადღება ყველა დეტალს, დროშაც ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბევრ ფაქტორებს, აი, იძახოდა ბერძნული ცივილიზაცია, ხო? წამოწიეთ ის არგონატების მითი.
დავდგით მედიას ძეგლი ბათუმში, ფუნიკულური გავაკეთეთ ბათუმში არგონავტების გემის ფორმით, საიდუმლოს გაგიხსნით ყველა ამ პროექტებით თავიდან მე მქონდა ჩაფიქრებული ღვიმეს დავარქვით პრომეთეს ღვიმე და ბევრმა იწუწულა რომ ჩვენ ამინა ვიყოს რა გვინდა პრომეთე იმიტომ რომ პრომეთეს ცნობენ ევროპელები და ამინანი არავინ არ იცის ევროპაში რა არის ამიტომ ბევრი ასეთი ვიზუალური ეფექტითაც მათ შორის და მე ამ ვიზუალურ ეფექტს ხო გჭირდება გავცობა ხალხმა ხო უნდა გნახოს ევროკავშირში მაგალითად საბერძნეთში შევიდა მაშინ როცა ბევრმა ტურისტმა დაიწყო სიარული ჩემ პრეზიდენტობის დასაწყისში საქართველოში ჩამოდიდა 100,000 ვიზიტორი წელს თუ კარგად ვიმუშავეთ ავალთ 6 მილიონზე აქედან დაახლოებით მილიონი მინიმუმ შეიძლება იყოს ევროკავშირის ქვეყნიდან. ევროკავშირის ქვეყნიდან პოლონეთი, სხვა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნები, გერმანია და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით, ტურიზმი, სიმბოლიკა, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა ამ დროს. ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, თუ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას მოყვა აგვისტოს ომი, რასაც თქვენ ძალიან ხშირად ამბობდით. უკრაინაში ასევე დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ რაც ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა და გაჭიანურდა ეს პროცესი. რა შეიძლება გამოიწვიოს დღეს საქართველოსთან გაფორმებულმა ასოცირების ხელშეკრულებამ? რა რეაქციას შეიძლება ველოდეთ რუსეთისგან? პირველ რიგში ამას აქვს შესაძლებლობები და ამას აქვს რისკები. შესაძლებლობები ყველასთვის ნათელია, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა, რომ ბევრი რაღაცით საქართველოს ბევრი ევროკავშირის ქვეყანას უსწრებს. ყოველ შემთხვევაში უსწრებდა 2012 წლის 1 ოქტომბრისთვის. ჩვენ ვიყავით ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში, ევროკავშირის მონაცემებით, ეს არის ჩემი ლაპარაკები და ჩვენ ევროკავშირის ჰოლანდიელმა ექსპერტებმა გააკეთეს რამდენიმე წელიწადს ზედად მოხსნება და ისინი ყოველ ძალიან სკეპტიკურები არიან ხოლმე ჰოლანდიელები ამ საკითხში და საქართველოს აღიარეს, რომ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა და ყველაზე ნაკლებად კრიმინალიზირებული. საქართველოს არის უკეთესი ინფრასტრუქტურა იყო, ვიდრე იყო ბულგარეთში, რუმინეთში, პოლონეთში, სხვა შორის მიღებამდე. დღეს ჩვენ ეს პროექტებიც რო დაგვემთავრებია ეს რამდენიმე დიდი გზის პროექტი, გვირაბების პროექტები, რომელიც გააჩერეს, ჩვენ გვექნებოდა უკეთესი ინფრასტრუქტურა, ვიდრე აქ ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელ ახალ ქვეყნებს, ევროკავშირის ფული. ჩვენ უკვე ამისთვის ვართ, მაგრამ ბევრი სხვა სარგებელი კიდე შეიძლება მივიღოთ. ეს არის ბაზრის გახსნილობა, ჩვენ 2009 წელს მივიღეთ პირველი პრეფერენციები, მაგრამ ეხლა შეგვიძლია რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში ძალიან ბევრი რაღაცა გავიტანოთ და ერთ სიტყვით და რაც თავარი ეს არის მეტი ზოგადად დაცულობის განცდა. იმიტომ რომ ჩვენი ამოცა ჩემი თავარი мотиваცია მარტო ის კი არა ჩვენ ბევრი რაღაც სხვა ევროპელებს ჯობი ვართ და არავის ნაკლები არა ვართ და აქეთ შეიძლება ბევრი რაღაცა ვასწავლოთ. ეხლა ეს იუსტიციის სახლებზე აგერ აქ ლონდონში დებატები ქონდა ლორდთა პალატაში გუნდოდათ გადაღება. მარტო უკრაინას კი არა ბევრი ევროკავშირის წევრ ქვეყანას უნდა ბევრი ჩვენი რეფორმის გადაღება. მაგრამ რისკები რა რისკებზე შეიძლება ეს არის დაცულობის განცდა. რისკები ხა თავარი საქართველოს თავრობა უნდა იყოს ძალიან მონდომებული რომ ბევრი შეცდომა გამოირიცხოს. პრობლემა არის იმაში რომ მე ჩემი აზრით თავარი რაც ახლა ხდება უკრაინის მოვლენებთან და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა რა თქმა უნდა ყველა ვიცით დააჩქარა უკრაინაში განვითარებულო მოვლენებმა და საქართველოს ამ პაკეტში გადის. დღეს არის შანსი რომ გახჩეს ორი დიდი ცენტრი რომელიც საბოლოო ჯამში რუსულ იმპერიურ სივრცეს მოსპობს და ძირს გამოუთხეს და ესე იგი დაგვასვენებს ერთხელაც სამუდამოდ. ეს არის კიევი როგორც ცენტრი, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ რუს ოპოზიციონერს, მოლდოვას, გარშემო აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს, იმუშავებს თელ რეგიონს და ეს არის საქართველო, რომელიც მოიცავს სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას და შუა აზიის ქვეყნებს. ორი დიდი ცენტრი იქნება, თბილისი და კიევი. რა თქმა უნდა, რუსეთმა ეს იცის. და რა ჩვენ ამდენიც უნდა ჩავხაროთ თავი, თქვათ მე მეაჩნია რომ უხერხულია რომ საქართველოს თავრობა ღიად არ გამოხატოს ხარდაჭერას უკრაინას მიმართ და სხვა უკრაინებას ვერ შეამჩნიეს იმდენი რომ გავატარეთ ცხებმა უკრაინაში ვერც შეამჩნიეს რომ საქართველოს თავრობა პრაქტიკულად მათ ხარს უჭერდა. ჩვენ ცალკე არ გამოგვივა ვირეშმაკობა ეს პირდაპირ ვთქვა. ჩვენ უნდა აუცილებლად ვიყოთ ამ საერთო ფრონტშიც ნაწილი. ჩვენ აუცილებლად უნდა ვყავდეს მოეძებდეთ მოკავშირეებს გარშემო. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავძაბოთ ურთიერთობა მაგალითად ჩვენ აზერბაიჯანულ პარტნიორებთან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სასიცოცხლო საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივით. თავის ძროზე როგორ გაგვანადგურა რუსეთმა ყველა საცალკე უთხრა რომ თქვენ ახლა ჩამომშორდით მე იმ სხვა მეზობასთან თქვენთან გავარკვეს ურთიერთობას და თქვენ ყველაფერს გაგიკეთებთ ჩუმად თვალების ჩაყრით მოტყუებთ რამდენჯერ უნდა მოტყუდეთ და რამდენჯერ ავფეთქეთ ერთ რეგიონს ამაზე რა თქმა უნდა საფრთხეები არის თქვენ ნახეთ ცხინვალში რა საკეთებენ თქვენ ნახეთ აფხაზეთში რა გააკეთეს და თქვენ ნახეთ იგივე მართულ ხალხთან დაკავშირებული პროვოკაციები როგორ გრძელდება. კი ბატონო, შეიძლება ჩვენ მაინც უნდა ვაკეთოთ. არსებობს თუ არა რაიმე კავშირი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას შორის და მოსალოდნელია თუ არა რომ რუსეთმა საბოლოოდ მოახდინოს ამ ტერიტორიების ანექსია ისევე როგორც მაგალითად უკრაინაში ყირიმში მოხდა ეს მე შეგახსენებთ რომ საქართველოში არიან პოლიტიკოსები რომლებიც საუბრობენ რომ ეს საფრთხე რეალურია და გვთავაზობენ რუსეთთან მოლაპარაკებას საქართველოს ხელისუფლებას თავაზობენ მოლაპარაკებას რუსეთთან.
რა თქმა უნდა, შანტაჟის სახეზეა, მაგრამ რატო უნდა დავფიქრდეთ, რა პრობლემა ქონდა ჩვენთან რუსეთთან თელი წლები? ეს ის კი არ იყო მართლა, რომ მე რაღაც პუტინს დაუძახე, არასდროს არაფერი არ მოიკადრებია, ყოველ შემთხვევაში სანამ ოფიციალური პირი ვიყავი, მათთან ოფიციალურ მოლაპარაკებებზე. თავარი არსი იყო იმაში, რომ საქართველოს გახდა პოპულარული მოდელი რეგიონისთვის. საქართველოს მართლა გაუჩნდა საქართველოს შექმნა პირველად კავკასიაში ასწრევრების გამოში თანამედროვე სახელმწიფო, რასაც ახლა უკრაინა ცდილობს რომ გააკეთოს. საქართველოს შექმნა ის, რომ ხალხი აღარ ემსახურებოდა ქვეყნის სახელმწიფო თანამედროვე პირას, სახელმწიფო ემსახურებოდა ხალხს. ეს მოდელი შეიქმნა ინსტიტუტები, რომელიც მიუხედავად ისე რომ მოვიდა ახალი მთავრობა, დროშით რომ დაენგრია ეს ინსტიტუტები, მარტო შენობები კი არა, ინსტიტუტები ჩვენ მიერ შექმნილ ვერაფერსაც ვერ უშვებიან. რეალურად ეს ინსტიტუტები ყარად დგას. ესე იგი, რეფორმების წარმატება რით იზრდება, თუ ინსტიტუტებმა გაუძლო გამოცდას და უფრო დიდხანს გადლო, ვიდრე მისმა შემქმნელმა ჩვენ შევქმნით თანამედროვე სახელმწიფოებრივ, მაგრამ ეს სახელმწიფო აგრძელებს არსებობას და მისი ინსტიტუტები აგრძელებენ არსებობას. ესე იგი, ეს რუსეთს აღიზიანებს. ამიტომ რუსეთისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ წამოგვაგოთ ეს რაღაცა დაპირებებით, ნახევრად ნაწილობრივ შანტაჟით და მეორე ესე დაპირებებით ცხვრწირო ჩამოუკიდებენ ხოლმე, ხო იცით ერთ ცხოველს რაღაცას და მე რომ მიიყვანენ. მე მგონი ჩვენ საკმარის გამოცდილება გავაგროვეთ იმისაც, რომ ერთმანეთის ბოღმას ერთმანეთთან ბრძოლას არ გადავაყოლოთ. ეს მინდა ვთქვა, რომ მე მაგალითად ძალიან პირადად საქართველოს მთავრობის მიმართ холод ხარდაჭერის სიტუაციები და გამოხატ მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებისა მთავარ საკითხებზე მათთან აზროვნების, მაგრამ ამ საკითხში ჩვენ ერთიად ვაზროვნებთ. მე თუნდაც იმისთვის ვარ მადლობელი, რომ არ გააფუჭეს ის, რაც ჩვენ უკვე მანამდე ავაშენეთ. კარგი იქნება, რომ საქართველოს ამ ევროკავშირთან მოლაპარაკების კუთხით, კარგი იქნება, რომ საქართველოს მთავრობამაც მადლობა უთხრას იმ გუნდს, რომელმაც თავარი სამუშაო გაწია ეს იქნება იქ ელენე ხოშტარია თუ გია ბარამიძე თუ თელი ჯგუფი ახლა მე არ მინდა ვინმე გამორჩეს ვატოლეჟავა კობზირიძე თამარი და ჩვენი ელჩი სალომე სამადაშვილი რომელიც იყო ბრიუსელში, იმიტომ რომ ამ ხალხმა მართლა თავი შეაკლა იმას და შემდეგ გაგრძელდა ეს ყველაფერი, ხო? ჩვენ ერთმანეთს უნდა ვთქვათ მადლობა. არ მინდა გამოვიდეს ისეთ მდგომარეობა, რომ აი გახსოვთ სველი ზღაპარში როგორც იყო კონკიაში, რომ დედინაცვალმა კონკიას რაღაც გადამალა და თვითონ კონკიას თავის ქალიშვილს დაასვა კონკიას ფეხსაცმელი და გინდა თუ არა ეუბნებოდა რომ ეს არის ნამდვილი პრინცესაო. ადგილი უნდა გქონდეს დედინაცვალის შვილსაც და ადგილი უნდა გქონდეს კონკიასაც. კონკიას დამალვა არ გამოვა, მათ შორის გვერდზე გაწევა, ხო? და ესე ხანდახან ესე გამოდის. დაკავშირებით მინდა გკითხოთ თუ შეიძლება. თქვენ და თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები ძალიან ხშირად ბოლო პერიოდის განმავლობაში აკრიტიკებდით მოქმედ მთავრობას რუსეთის მიმართ ლოიალობაში და დასავლეთის მიმართულებით ნაკლებ ძალისხმევაში. დღეს, როდესაც გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, ხომ არ შეიცვალეთ აზრი? საქართველოს დღეს მართავს გაზპრომის მთავარი კერძო აქციონერი. და მოდით თავს ნუ მოვიტყუებით. საქართველოში 2018 წლის არჩევნებზე გაიმარჯვა გაზპრომის მთავარმა კერძო აქციონერმა. ეს არის ფაქტი. და გინდა ასეთი ინტერპრეტაცია გავუგეთ, ისეთ გაზპრომი რაც ნიშნავს და რა კავშირი აქვს პუტინთან, ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ რა თქმა უნდა არის წყალქვეშა დინებები, რომელიც რა თქმა უნდა არ შეიძლება არ იწოდოს ჩემ შეშფოთებას პირადად. ამავე დროს ქართველი ხალხი იმდენად ყარად არის ქართულ ხალხს არ მიუცია ხმა პუტინისთვის 2012 წელს, მან მიცა ხმა თავის მდგომარეობის გაუმჯობესებას. მან მიცა ხმა რომ რაღაც მრავალი წლის განმავლობაში ყველას ბეზდება რაც არ უნდა წარმატებული მთავრობა იყოს და აირჩია მეორე მთავრობა, იქნება ამან კიდევ უფრო მეტი გაგვიკეთოს, ან რამე ისე სხვანაირად გააკეთოს, როგორც ჩვენ უფრო გაგვიხარდეთ. ქართულ ხალხს არ მიუცია ხმა პუტინისთვის და ეს ამ მთავრობამ და მათ შორის მისმა უფროსმა გაზპრომის მთავარმა აქციონერმა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის. და ძალიან კარგად იცის ის, რომ რაღაც მკვეთრი მოძრაობების გაკეთება არის სრულიად გამორიცხული. ამავე დროს ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ის, რაც ტენდენციები შეიმჩნევა ნეპოტიზმის, ესე იგი კერძოდ სხვა პრინციპებით ხალხის გამოწევის, შილოვანი კაბინეტის შექმნის და პრაქტიკულად პოლიტიკური ოფშორიდან მართვის, იმიტომ რომ შენ როცა პირადად პასუხისმგებლობას არ იღებ და გვერდიდან მართავ რაღაცას, პრაქტიკულად პასუხისმგებლობის გარეშე მართავ, ეს რა თქმა უნდა არ არის ევროპული ტენდენციები. რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიყოთ მეზობლებთან ურთიერთობის დაძაბვა, რა თქმა უნდა რა ურთიერთობა. უკრაინაში ხალხმა კი რა თქმა უნდა ხალხს უყვარს ქართველი ხალხი და დიდ არ შეიმჩნია, მაგრამ უკრაინის მთავრობამ შეამჩნია, რომ არ მიიღო გადამწყვეტ მომენტში საქართველოსგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ესეთი რაღაცები არ შეიძლება. რა მოტივაციით მე მესმის მოტივაცია, რომ არ გავაღიზიანოთ ისინი, მაგრამ უკრაინელი ხალხის არ გაღიზიანება ხო 100-ჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პუტინის არ გაღიზიანება. აზერბაიჯანელი ხალხის ჩვენი კავშირი მოკავშირესთან ჭიდრო ურთიერთობა ხო ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ვიდრე პუტინის კეთილგანწყობა და პუტინის კეთილგანწყობა ყოველთვის ყალბი იქნება და ყოველთვის მაინც თავის მიზანს მიაწვევა. ამიტომ მე მგონი ეს კარგად უნდა
გავიაზროთ? უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ რა დაუტოვეთ ახალ მთავრობას? დაუტოვეთ ის, რომ ჩვენ პრაქტიკულად დამოუკიდებელი ვართ რუსეთისგან. ჩვენ განსხვავებით უმეტესი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისგან. Თლიანად ვართ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი. ეს არის უზარმაზარი საგანძური. ჩვენ ვიყავით თლიანად ბაზრისგან დამოუკიდებელი და ეს კი არ უნდა შევცვალოთ. პირიქით, ევროკავშირი გვაძლევს საშუალებას, რომ თელი ჩვენი ღვინო, თელი ჩვენი მწვანილი, თელი ჩვენი სხვა პროდუქცია, რაცაც შეიძლება საქართველოს უშვებდეს ეხლა და გამოუშვას მომავალში იმის გამო, რომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ეს მაქსიმალურად გადავიტანოთ ევროპისკენ, საიდანაც არავინ არასოდეს არ გამოგვაძლევს იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები. რუსეთი ყოველთვის ნებისმიერ საქართველოს მთავრობას, თუნდაც გაზპრომის აქციონერის მეტაკომპლექტებელს დასჯის, როგორც კი ჩათვლის, რომ ეს შედის რაღაცა არ მოეწონება, ან შედის მის ინტერესებში. ასე რომ აქ თამაში აზრი არ აქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ ახლა როგორც არასდროს კონსოლიდირებული, ჩვენ უნდა იმედია რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ასევე ახალ ცივილიზებულობის დონეს მოუტანს ჩვენში და პოლიტიკურ ურთიერთობებს შეწყდება ეს პოლიტიკური რეპრესია და პოლიტიკური პატიმრები რომელიც ბატონო მიხეილ, როგორ ფიქრობთ, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შეიძლება შიდა პოლიტიკისთვის იქნას გამოყენებული სულ მალე მეორე ტურია თბილისის მერის არჩევნების მაგალითად? მე იცით შეგნებულად არ ვაკეთებდი არანაირ კომენტარს, არც ვაკეთებ ამ არჩევნებზე, ერთი რამე უნდა გითხრათ უბრალოდ, რომ გამარჯვებული დღეს არის ქართველი ხალხი მთლიანად, მთელი პოლიტიკური სპექტრი. გამარჯვებული არის საქართველოს მთავრობაც და საქართველოს ოპოზიციაც. მით უმეტეს ოპოზიციის ის ძირითადი ნაწილი, რაც არის დღეს საქართველოს ოპოზიცია, ეს იყო ფუძემდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ევროპული კურსის. ამიტომ მე ამას არჩევნების კუთხით ნამდვილად არ განვიხილავ. მე მეჩნია რომ ჩვენ დღეს რაც უნდა გავაგრძელოთ, ეს არის ის, რაც ჩვენ მოგვაქვს ევროპისთვის, ეს დემოკრატია და არჩევნები არის დემოკრატიის ერთ-ერთი გამოხატულება. 2012 წელი იყო ხელისუფლების ცვლა, იყო დემოკრატიის გამოხატულება და ამანაც დაგვიწერა ძალიან დიდი პლუსები. ეს არჩევნებიც უნდა ჩატარდეს ისე რომ ის პრობლემები რაც შეიქმნა და ყველამ დავინახეთ რა პრობლემები შეიქმნა. ხა მე 9 წლის განმავლობაში არავის არ გადაუღია არც ერთი ვიდეო. მე არ ვიცი, არ ვამბობ დარღვევები არის, მაგრამ გავყალბები ნამდვილად არ გავყალბებია. მაგრამ არავის არ გადაუღია ესეთი ვიდეო, როგორც ნახეთ ამ არჩევნებზე. ეს ქვეყნისთვის არის პრობლემა და არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ძალებისთვის. ამიტომ ჩვენ ესეთი რაღაცები უნდა გამოურიცხოთ, იმიტომ საბოლოო ჯამში რაღაც პატარ-პატარა უპირატესობის მიღებას არ უნდა გადავაყოთ თავარი რამ. ეს არის ჩვენი ქვეყანა, რომელიცაც ეხლა გაუჩნდა საუკუნეების განმავლობაში პირველად შანსი, რომ არა მხოლოდ შექმნა სახელმწიფო, რაც ასევე მრავალი საუკუნის განმავლობაში არ ხურია თანამედროვე სახელმწიფოები, არამედ ამ სახელმწიფოს გემს ღუზა ჩააშვებიოს დაცულ ყურეში ყველაზე წარმატებული გაერთიანების სოფლიოს ისტორიაში. ესეთი პერსპექტივა შეიძლება კიდევ მრავალთაობას არ გაუჩნდეს ჩვენ შემდეგ თუ ეს შანსი ჩვენ გავუშვით. ამიტომ აქ მე არავინ აღარ გაარკვევს, მთავრობა იყო დამნაშავე, ოპოზიცია იყო დამნაშავე. ამიტომ მე ყოველთვის მოუწოდებდი ასევე ჩვენ მომხრეს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაცა მათი თვალსაზრისით უსამართლობა ხდება, რომ იყვნენ მაქსიმალურად თავშეკავებულები და ყოველგვარ ექსცესებს თავი არიდონ. ჩემი мотиваცია ასევე სხვა შორის არანორმალური სიტუაცია რომ აქედან გელაპარაკებით ხო ევროპიდან ხო მაგრამ საქართველოში არ ჩამოსვლის იყო რომ არ მიგვეცა საბაბი საქართველოს მტრებისთვის თუნდაც ჩემ მიმართ რაღაცების განხორციელების კუთხით და ამაზე გაფრთხილებები იყო ევროკავშირიდან ძალიან ნათელი საქართველოს მთავრობის მიმართ და ასე ჩემ მიმართ რომ როგორმე იქნებ გადაგვეგორებია ეს მაქსიმალურად თავი შევიკავე ჩამოსვლისგან და სწორედ რა თქმა უნდა ეს უკავშირდებოდა ამ ასოცირების ხელშეკრულებას, იმიტომ რომ არ მიდოდა მიმეცა მტრისთვის შანსი მიუხედავად იმისა, რომ საბაბები შეიძლება ბევრი იყოს, რომ რაღაცნაირად ჩაეშალა ამის ხელმოწერა. რა თქმა უნდა არ არის ნორმალური სიტუაცია, რომ ყოფილი თანამედროვე პირები რაღაც გაურკვეველი ბრალდებებით ცხედან ციხეში, რა თქმა უნდა არ არის ნორმალური სიტუაცია, რომ მე აქედან გელაპარაკებით, ეს არ არის კლასიკური დემოკრატიული ევროპული ქვეყნის სიტუაცია, მაგრამ ეს არის მე მაინც მიმაჩნია დროებით სიძნელები. ყველა ეს სიძნელს გადავიდა. პირველ ფაქტორის ეს ქარსაც წაუღია, დღეს მე ჩემთავსული გამარჯვებულად, ჩემ ხალხთან ერთად და მინდა ეს გამარჯვების სიხარული გაგიზიაროთ კიდევ ერთხელ, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელსაც ბატონო მიხეილ, ნატოსთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ყოველთვის მათ შორის თქვენი ხელისუფლების დროსაც იყო გაძლიერებული მოლოდინი, მაგრამ ეს მიზანი ჯერჯერობით მიღწეული არ არის. როგორ ფიქრობთ, მოხდება თუ არა უელსის სამიტზე მაპის მინიჭება? პრინციპში ჩვენ უკვე მივიღეთ ინფორმაცია ამის თაობაზე, რომ ეს ალბათ არარეალურია, მაგრამ რა პაკეტი შეიძლება მიიღოს საქართველოს უელსის სამიტზე და უკავშირდება თუ არა, თქვათ, შეფერხება საქართველოსთვის მაპის მინიჭებისა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს? 2012 წელს ჩვენ ქონდა უნიკალური შანსი არჩევნების შემდეგ იყო ესე ორთვიანი ფანჯარა, როცა გერმანელებიც და ამერიკელებიც ამბობდნენ, რომ აი ხა იქნებ წინ წაქციოთ ინსტიტუციურად, იმიტომ რომ არჩევნებში მოხდა თავისუფალი ცვლა ხელისუფლების და ეს იმდენად ძლიერი არგუმენტი იყო,
მიუხედავად რომ მათ მოწონათ საქართველოს წინამთავრობა, მაგრამ რაც უნდა მოგწონდეს მთავრობა, თუ მთავრობა არ იცვლება, ყოველთვის დემოკრატიაზე რჩება კითხვის ნიშნები. შეიცვალა მთავრობა არჩევნების გზით. პირველად საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტმა დაასრულა ვადა ამის შემდეგ და ეს იყო შანსი, რომ ყოველგვარი ექსცესების, რევოლუციების, ესკალაციების და გადატრიალების გარეშე. ასე რომ ეს იყო შანსი და მაშინ ერთადერთი რაც ითხოვდა, რომ ჩვენ პრეზიდენტი მე და მთავრობის ხელმძღვანელი მაშინ ერთად ჩავსულიყავით და ერთად გავკეთებია ამაზე განაცხადი ბრიუსელში. ნუ მაშინ ეს გასაგები მიზეზების გამო მთავრობა არ მოინდომა მათთვის გასაგები და ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო. ეხლა ფაქტია რომ ის რაც მოვისმინეთ მე ნატოს წარმომადგენლისგან ჯერეთი მიუღებელია ეს რომ ის იძახის რომ ქართველ პოლიტიკოსები ყველა ეუბნება მას ვისაც ის ხვდება რომ საქართველოს ნატოს წევრობის სცენარებს ეთყობა მე არ შემხვედია დიდი ხანია და რამდენიმე სხვა ჩემ მეგობარ პოლიტიკოსი იმიტომ რომ საქართველოს არის 10 ჯერ უფრო მზად ვიდრე არის ბევრი ახალი წევრი ნატოსი ბევრად უფრო მზად და ბევრად მეტი სისხლი დაღვარა საქართველოს იმისათვის რომ ეს მზადყოფნა დაედასტურება ვიდრე ნებისმიერმა მათგანმა. დღეს რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დაგვესხა თავს ამ ხელა დაპყრობელი, მაგრამ ჩვენ რომ დღეს უკრაინას იმ მომზადების ჯარელო ყოლოდა, რაც საქართველოს ყავდა, ოღონდ თავის მასშტაბის გათვალისწინებით, თითსაც ვერ დააკარებდა რუსეთი. უბრალოდ ჩვენ პატარები ვართ და ჩვენ უფრო ადვილად ამ შემთხვევაში ადვილი თავდასხმის ობიექტები ვიყავით. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა მზათა ვართ და მეორე როცა საუბარია იმაზე რომ რაც გამოგვიცხადეს რომ აი სტრატეგიულ დიალოგს დავიწყებთ თქვენთან აი რაღაცაში ჩაგდავთ ეს დაახლოებით იმის მაგალითად რომ მაგიდასთან მიგვიწიონ სადილზე ჩუპაჩუპსის გვიდებენ პირში ხო ხა თავი არ უნდა მოვიტყოთ ჩვენ ხალხს უნდა უთხრათ სიმართლე რა თქმა უნდა ეს პროცესი გარკვეულად შეფერხდა არა ეს ნამდვილად არ ბრალდება ხოლოდ და იმდენად ნამდვილად არ ბრალდება საქართველოს მთავრობას არის შიდა პროცესები არიან ის ხალხი პირველ რიგში ჩვენ ვიცით რომ გერმანია იყო ყოველთვის უფრო სკეპტიკურად განწყობილი და რამდენიმე სხვა ქვეყანა განსაკუთრებით ეს უფრო ევროპის ჩრდილოეთისკენ რომელიც ამას ეწინააღმდეგებიან გასაგები ფაქტორის გამო ეს ფაქტორია რუსეთი თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმის გამო რომ პუტინის პოლიტიკა ყველას ნათელი გახდა. მაშინ როცა ჩვენ ავწიეთ ევროკავშირის დროშა და ევროპის ჰიმნი დაუკარეთ, პუტინმა სწორედ დაახლოებით ცოტა ხნით ადრე აღადგინა საბჭოთა კავშირის ჰიმნი. მას მიყავს საქმე საბჭოთა კავშირისკენ. დღეს ის რაც უკრაინაში ხდება, უსასრულობის თვალსაზრისით ჩვენთვის არის უნიკალური შანსი. მე სულ მახსენდება 90-იან წლების ბალკანები. მაშინ დაიციკლა მილოშევიჩი ბოსნიაზე და კოსოვოს და ხორვატიამაც, მაკედონიამაც, სლოვენიამაც გადაწყვიტა ყველა თავის პრობლემა. დღეს პრაქტიკულად მათი ბოსნია არის უკრაინა და ჩვენთვის ეს არის შანსი იმ პირობებში, როცა უკრაინასთან უნდა გამოხატოთ სოლიდარობა, რომ ასევე როცა მომენტი მოვა და მომენტი აუცილებლად მოვა, დაახლოებით მოვა ისეთი მომენტი, როცა თურქ-სელჩუკები ჩამოიშანენ დავით აღმაშენებლის დროს, აუცილებლად საქართველოს მოახერხებს ამ დაშლილი იმპერიის ნანგრევებზე ბევრად გაძლიერდეს, რა თქმა უნდა აღიდგინოს თავის ტერიტორიულ მთლიანობა, ამაზე საერთოდ ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ამ მომენტისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ მზად. ამ მომენტ მანამდე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, ერთდროულად თხილად, მაგრამ მეორე მხრივ უნდა გადამწყვეტად ხელი ჩავკიდოთ ჩვენ მოკავშირეს. მიუხედავად რუსების პროვოკაციებისა, მიუხედავად შანტაჟისა. რუსეთი მაინც გააკეთებს ცუდი რა თუ რამე აქ და ჩაფიქრებული, მაგრამ ჩვენ ამ კარგისთვისაც, ცუდისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ ალბათ ხო ბევრი ცუდი მოხდა, მაგრამ და რაც შეეხება ნატოსთან უნდა მაინც გავაგზავნოთ დიალოგი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მოუწევთ მათ აღიარება ყველაფრის დასავლეთ ქვეყნებს ერთი რამ ახასიათებთ კარგი რომ მიუხედავად იმისა რომ ხშირად სინდისი მიძინებული აქვთ ეს სინდისი მაინც აქვთ და რაღაც მომენტში თუ ამ სინდისს გაუღვიძებთ თუ მუდმივად უკაკულებთ კარებს თუ მუდმივად საქართველოს იქნება რადარებზე თუ ისევ აღვიდგენთ იმ ტალღას რაც იყო ძალიან წევრობისთვის ბატონო მიხეილ იმიტომ რომ საქართველოშიც და ალიანსშიც ის მოდა განცხადებები რომ საქართველოს თითქოს არ არის მზად რა თქმა უნდა ევროპის ვარ ჩვენ შევქმნით ახალი ქართული შეიარაღებული ძალები და ახალი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა ჩვენ შევქმნით წარმოუდგენლად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ნატო ბევრად მეტია ვიდრე შეიარაღებული ძალები რა თქმა უნდა იმ პირობებში როცა სამხედრო მრეწველობა პრაქტიკულად მოკლეს ეს იყო დიდი დარტყმა ეხლა საჰაერო ძალებთან ადგილობრივ ეს არის დიდი დარტყმა არის ნეგატიური პროცესებიც მაგრამ ამის მიუხედავად იმდენად ყარის საფუძველია იმდენად ყველაფერი ხო შედარებითია საქართველოს საჰაერო ძალების განადგურებაში ბატონო მიხეილ უკაცრავად სუებს ყიდიან, როგორ შეიძლება ბომბაჩენების გაყიდვა დღეს? მე არაფერს ცუდის ხმარ მინდა, მაგრამ საქართველოს ხო ჭირდება დაცვა და საქართველოს ექნება ბევრი გამოწვევა, ადგილობრივი, ლოკალური, ბევრი რუსეთი მიდის სერიოზული პრობლემებისკენ. უკვე არის სერიოზული, ბევრი ამბობს, აუ რაჭკვიანია პუტინა, მაგრამ მოკლედ ასეთ სისულელეშია გამული, რომ აქედან არ გამოდიან სახსალამათები. იმიტომ რომ ეს უკრაინა აღარ არის უკვე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი. უკრაინა არის
თითქმის 50 მილიონიან ყველაზე დიდი ტერიტორიის ქონა ევროპული ქვეყანა და პუტინს რო ეგონა ყირიმის შემდეგ რომ ადვილად გაუვიდოდა და ანშლუსს გააკეთებდა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში მე მოლდოვას მიწვდებოდა აღმოჩნდა რომ ეს გეგმა გაეჭედა იმის გამო რომ არც თვითონ აქვს საკმარისი რესურსები და რაც თავარია ძალიან მრავალრიცხოვანი და ძალიან ქვეყანასთან აქვს საქმე და თელი მსოფლიოს მობილიზაცია გააკეთა მე რატო ვარ სულ უკრაინაში იმიტომ რომ უკრაინის ბრძოლა დღეს არის საქართველოს გადარჩენის პირდაპირ გზა. ამიტომ მოუწოდებ საქართველოს მთავრობასაც ახლა მაქსიმალურად დაუდგენ უკრაინელებს გვერდზე და მაქსიმალურად ასევე აწარმოონ დიალოგ ქვეყნის შიგნით. მე საქართველოს მთავრობასაც მინდა გავიმეორო მაქსიმალურად დაუჭერ ხარს ყველაფერში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ მათაც აქვს დღეს რა თქმა უნდა მათ პირველ რიგში ქართულ ხალხთან ერთად აქვს რომ გაფორმდა ეს ხელშეკრულება. გასაგებია ძალიან დიდი მადლობა. თქვენს გილოცავთ რა თქმა უნდა ამ დღეს ძალიან დიდი მადლობა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პასუხობდა